32 დიდი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია. ეს რეიტინგი გამოაქვეყნა ინგლისურენოვანმა გამოცემამ 442 და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მოდი ბევრი ლაპარაკიც თავი რომ შეგაწყინოთ. ბუნებრივია დავიწყოთ ქვემოდან. 32 ადგილი რეიტინგს ხსნის იაპონელი კაზუიოში მიურა, რომელიც იაპონიის ნაკრებში თამაშობდა 1990-დან 2000 წლამდე 99 ჯერ ითამაშა ნაკრებში, საკლუბო დონეზე თამაშობდა ბრაზილიაში, სანტოსსა და პალმეირასში. 1990 და 94 წლებში იაპონიის ნაკრები ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 98-ში მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ როგორც ჩანს მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ კაზუიოში მიურა უკვე საკმაოდ ხანდაზმული იყო იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წაეყვანათ. ამიტომ ეს ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. 31 ადგილი კრისტიან კივუ, რუმინეთი. აქ წერია, რომ 2 წლით ადრე რომ დაიწყო თავისი კარიერა, ალბათ 98 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. აიაქსისა და ინტერ მილანის ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც 2009 წლებში 3 ტიტული მოიგო ინტერთან ერთად, 1999 წელს იქნა გამოძახებული პირველად ნაკრებში და მისი ქვეყანა მისი 12 წლიანი კარიერის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამიტომ კრისტიან კივუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატებზე 2000 და 2008 წლებში ითამაშა. 30 ადგილი ლი დიქსონი, ინგლისი. აქ წერია, რომ ეს არის ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი 90-იანებში. მაგრამ მას არ გაუმართლა, რადგან მწვრთნელებს ჰქონდათ დიდი არჩევანი ამ პოზიციაზე პოლ პარკერის, გარი სტივენსისა და გარი ნევილის სახით. 22 ჯერ ითამაშა ნაკრებში ლი დიქსონმა და ვერც ერთხელ ვერ მოხვდა სამსოფლიო ჩემპიონატო განაცხადში. 29 ადგილი პაოლო დი კანიო, იტალია. გვახსოვს ეს ფეხბურთელი, ხო? სკანდალურად ცნობილი და ისეთი ექსტრავაგანტული საკმაოდ თავისი ქცევებით. პაოლო დი კანიო ერთადერთი ფეხბურთელია ამ სიაში, რომელიც არასდროს გამოძახებულა ნაკრებში და ესეც იმის ბრალია, რომ იტალიის ნაკრებს ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდა მის პოზიციაზე. კერძოდ აქ იყვნენ რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და კრისტიან ვიერი და ამ კამპანიაში პაოლო დი კანიოს როგორც ჩანს შანსი არ ჰქონდა. მან ნაკრებში საბოლოო ჯამში მხოლოდ 21 წლამდელებში ითამაშა. დიდ ნაკრებში არასდროს უთამაშია. 22 ადგილი გერი სპიდი, უელსი. ნიუკასლის, ევერტონისა და ლიდსის ყოფილი ფეხბურთელი ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, იმიტომ რომ მისი ნაკრები ვერასდროს ვერ მოხვდა მისი კარიერის განმავლობაში. 1990-დან 2004 წლამდე უელსის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გასულა. და აი პირველი ქართველი სიაში 27 ადგილი გიორგი კინკლაძე, მანჩესტერ სიტის, თბილისის დინამოს, აიაქსშიც ცოტა ხანი ითამაშა. ვარსკვლავი, ჩვენი 90-იანი წლების ალბათ მთავარი ვარსკვლავი. აქ წერია, რომ ისიც ალბათ 2 წლით ადრე რომ დაბადებულიყო და პროფესიული კარიერა დაეწყო, ითამაშებდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ალბათ გულისხმობენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ხო, მაგრამ 90-იან წლებში მისი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი და ვერც ერთხელ ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი 13 წლიანი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში. 54 ჯერ ითამაშა გიორგი კინკლაძემ საქართველოს ნაკრებში. 26 ადგილი მეკარე, პირველი მეკარე სიაში ბრიუს გრობელა არის, რომელიც ზიმბაბვეს წარმოადგენდა, ის სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და ზიმბაბვეს ნაკრებში თამაშობდა. ერთხელ მივიდა ძალიან ახლოს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ზიმბაბვეს ნაკრები, როდესაც 2 ქულა დააკლდა მხოლოდ იმისათვის, რომ გასულიყო მსოფლიოს თავარ ტურნირზე, მაგრამ არ მოხდა ეს. ბრიუს გრობელა არის, თამაშობდა ლივერპულში, მოგეხსენებათ და რამდენიმე ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა თასი. 25 ადგილი მუჰამედ აბუტრიკა, ეგვიპტე. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აფრიკელი მოთამაშე ყველა დროის. ეგვიპტეში, აი აფრიკის ჩემპიონატში ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ სამწუხაროდ მისი კარიერა დაემთხვა იმ 28 წლიან პერიოდს, როდესაც ეგვიპტე ვერც ერთხელ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამიტომ მუჰამედ აბუტრიკა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩა.
24 ადგილი ენდი კოული ინგლისი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის ჩემპიონატში, ზოგადად პრემიერ ლიგის ისტორიაში. მას ეკუთვნოდა ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლის რეკორდი, სანამ 2022-23 წლებში მას ამ რეკორდს დაამხობდა ერლინგ ჰალანდი. მიუხედავად იმისა, თავისი ტალანტი მან ვერ გადათარგმნა, ასე ვთქვათ, იმაში, რომ ინგლისის ნაკრებში დამკვიდრებულიყო, საბოლოო ჯამში მხოლოდ 15 თამაში ითამაშა ეროვნულ გუნდში და გაიტანა 1 გოლი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერასდროს ვერ მოხვდა. კიდევ ერთი ქართველი 23 ადგილი კახა კალაძე აღწერია, რომ ეს არის შესაძლოა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიო. შეიძლება ვინმე ეთანხმებოდეს, ვინმე არა, მაგრამ მე ვამბობ როგორ წერია აქ. სერია A მოიგო რამდენჯერმე, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ისიც ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, იმის გამო, რომ მისმა ნაკრებმა ვერასდროს ვერ გაიარა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი. 22 ადგილი მაჰმუდ ელ-ხატიბი, ეგვიპტე, 1983 წლის აფრიკის წლის ფეხბურთელი. აღწერია, რომ თუ მოსალახს არ ჩავთვლით, მოჰამედ სალახს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჰმუდ ელ-ხატიბი ეგვიპტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან დაასრულა თავისი საერთაშორისო კარიერა მაღალ ნოტზე, როდესაც 1986 წელს ფარაონებს აფრიკის თასი მოაგებინა. თუმცა თავისი ბუცები მან ლურსმანზე ჩამოკიდა სანამ ეგვიპტე იტალია 90-ზე გავიდოდა და ასე დაასრულებდა თავის 56 წლიან პაუზას მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე. 21 ადგილი მათ ლეტისიე, ინგლისი, ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც სულ 8ჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრებში, 8ჯერ იქნა გამოძახებული, მაგრამ ვერასდროს ვერ მოხვდა ვერც მსოფლიო და ვერც ევროპის ჩემპიონატზე. წერია, რომ რამდენიმე ისეთი გოლი გაიტანა საუთჰემპტონის მაისურით, რომ პირდაღებული დატოვა ყველაო, მაგრამ რაღაცნაირად ვერ აეწყო მისი კარიერა ეროვნულ გუნდში. მე-20 ადგილი სემი ჰიპია ფინეთი, ძალიან პოპულარული ლივერპულში, სადაც მოიგო რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული, მათ შორის 2004-05 წლების ჩემპიონთა ლიგა. ვერასდროს გავიდა მისი ნაკრები დიდ ტურნირზე. 105ჯერ იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში და ყველაზე ახლოს ფინეთი 98 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან იყო, როდესაც სულ რაღაც ერთი ქულა დააკლდა იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გასულიყო. მე-19 ადგილი კიდევ ერთი ფინელი იარი ლიტმანენი. მას ვიცნობთ ჩვენ იმით, რომ აიაქსში თამაშობდა შოთასთან ერთად. ლიტმანენი 127ჯერ იქნა გამოძახებული ფინეთის ნაკრებში და მისი 21 წლიანი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში ფინეთმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ყავდა ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ლიტმანენი და სემი ჰიპია. დიმიტარ ბერბატოვი, ბულგარეთი. ბულგარეთს ჰქონდა თავისი ოქროს ხანა 90-იანი წლების პირველ ნახევარში, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ბერბატოვი ჯერჯერობით, ასაკით პატარა იყო და არ იყო იმ გუნდის წევრი, მოგვიანებით კი ბულგარეთმა ვერ შეძლო აი ამ ბაიერ ლევერკუზენის, ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის 11 წლიანი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლო ბულგარეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. მე-17 ადგილი ბილ ფოუქსი, ინგლისი. ამ ფეხბურთელზე მე პირადად ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მისი ფოტოდან გამომდინარე ეს ძველი თაობის ფეხბურთელია, 50-იანებში და 60-იანებში თამაშობდა. სამწუხაროდ აქ როგორც წერია, მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ის ამიტომ ვერ მოხვდა ვერც ერთხელ ინგლისის ნაკრებში. მე-16 ადგილი ნევილ საუთჰოლი, კიდევ ერთი მეკარე, ამჯერად უელსელი, ეს არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ევერტონში, ევერტონის საუკეთესო წლებში 80-იანების შუაგულში. 85 წელს დასახელდა წლის ფეხბურთელად, უელსის წლის ფეხბურთელად. 92ჯერ იქნა გამოძახებული უელსის ნაკრებში, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთხელ ვერ შეძლო გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, ყველაზე ახლოს იყო 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან. მე-15 ადგილი ლიემ ბრედი, ირლანდია. ამ ფეხბურთელს ძალიან არ გაუმართლა და ალბათ დღემდე ნანობს თავის გადაწყვეტილებას. 1990 წლის იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თავს ანებებდა საერთაშორისო კარიერას ნაკრებში თამაშს. თუმცა შემდეგ ირლანდიის ნაკრებმა პირველად ისტორიაში შეძლო ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. ის რომ გაიგო ლიემ ბრედიმ, წაიღო უკან თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ მწვრთნელმა ჯეკ ჩარლტონმა უარი თქვა მის გამოძახებაზე, რადგან განაცხადა, რომ ვინც საკვალიფიკაციოში არ მონაწილეობდა, იმ ფეხბურთელს არ გამოვიძახებ, რადგან სხვების მიმართ უსამართლობა იქნებაო, რაშიც რთულია არ დაეთანხმო.
მე-14 ადგილი აბედი პელე განა. იმ პელემ რეები გააკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს ყველაფერი კარგად ვიცით. ამ პელესაც შეეძლო თავისი კვალის დატოვება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. აფრიკის წლის ფეხბურთელად იქნა დასახელებული სამჯერ ზედიზედ 91, 92 და 93 წლებში. ბრწყინვალე შემტევი ნახევარმცველი 82 წელს აფრიკის თასის მფლობელი განასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ განამ მის 16 წლიან საერთაშორისო კარიერის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლო მთავარ ტურნირზე მოხვედრა. მე-13 ადგილი ჯონი ჯაილსი, ირლანდია, საყოველთაოდ არის მიჩნეული ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო მანჩესტერ იუნაიტედთან და ლიდს იუნაიტედთან ერთად 60-იან და 70-იან წლებში. 1975 წელს ლიდსთან ერთად მიაღწია ჩემპიონთა თასის ფინალამდე, მაგრამ იქ ბაიერნთან დამარცხდა. მაგრამ მისი ქვეყანა იმ წლებში არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ძალას საფეხბურთო სამყაროში. 59 ჯერ ითამაშა ჯონი ჯაილსმა ირლანდიის ნაკრებში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მე-12 ადგილი დავიდ ჟინოლა, საფრანგეთი. დავიდ ჟინოლა ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად თავის თაობაში, ამიტომ საკმაოდ გასაკვირია, როგორც აქ წერია, რომ მხოლოდ 17 ჯერ იქნა გამოძახებული ნაკრებში. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი სწორედ მას აბრალებს იმ შეცდომას, რომლის შედეგადაც საფრანგეთი სასწაულებრივად დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. ბოლო მატჩი, როდესაც მისმა არაზუსტმა ჩაწოდებამ მოიტანა ბულგარეთის ნაკრების კონტრშეტევა და გოლი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა. შეიძლება ვთქვათ, რომ ბენ შუსტერი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია გერმანიის ისტორიაში, საფეხბურთო ისტორიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ვერასდროს ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1982 წლის ტურნირი მან გამოტოვა ტრავმის გამო და ამის შემდეგ უბრალოდ საკუთარ თავს არ მისცა არც ერთხელ შანსი, რომ მოხვედრილიყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან ურთიერთობა გაუფუჭდა დასავლეთ გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იუბ დერვალთან და თანაგუნდელ პოლ ბრაიტნერთან. მე-10 ადგილი იან რაში, უელსი. ლივერპულში თამაშობდა ეს ფეხბურთელი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბომბარდირი იყო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი ბომბარდირი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში. 28 გოლი გაიტანა 73 მატჩში, რომელიც ჩაატარა უელსის ნაკრებში, მაგრამ უელსის ნაკრები მისი კარიერის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მე-9 ადგილი დანკან ედვარდსი, ტრაგიკული ფიგურა, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა მანჩესტერ იუნაიტედის იმ დიდ გუნდთან ერთად 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფა. ეს ცნობილი მოვლენა არის. ედვარდსი და კიდევ რამდენიმე მისი თანაგუნდელი დაიღუპნენ და 21 წლის იყო სულ რაღაც დანკან ედვარდსი და სწორედ ამიტომ მან ვერ მოახერხა ვერც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ის გამოძახებული იყო ნაკრებში, მაგრამ ამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა სწორედ ეს უბედური შემთხვევა. მე-8 ადგილი ერიკ კანტონა, საფრანგეთი, კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიას ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი. დღევანდელი გადასახედიდან კანტონას ერთადერთი დიდი ტურნირი ნაკრების მაისურით იყო 92 წლის ევროპის ჩემპიონატი. შემდეგ საფრანგეთი ვერ გავიდა 90 წლის და 94 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე და 98 წლისთვის, როდესაც საფრანგეთმა თვითონ მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატი, თვითონ უმასპინძლა ტურნირს, კანტონა უკვე ასე ვთქვათ აღარ იყო აქტუალური, როგორც აქ წერია, სამჯერ ჩამოართვეს მას კაპიტნობა და მოკლედ სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელიც იყო ამასთანავე და როგორც ჩანს, ბევრ სკანდალში იყო გახვეული. ერთ-ერთი სკანდალი მისი გვახსოვს, როდესაც კარატეს ილეთით შეუტია ერთ-ერთ გულშემატკივარს მოწინააღმდეგე გუნდის. მე-7 ადგილი გუნარ ნორდალი, შვედეთი. ესეც ძველი თაობის ფეხბურთელია, 43 გოლი გაიტანა 33 თამაშში, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. სამწუხაროდ 50 წელს ის ვერ მოხვდა ნაკრებში, როდესაც ბრაზილიაში იყო ჩემპიონატი და 58-ში, როდესაც უკვე შვედეთში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი, ის უკვე ნაკრებში აღარ იყო, მას უკვე დანებებული ჰქონდა ფეხბურთისთვის თავი.
მე-6 ადგილი ჯორჯ ვეა, ლიბერია, ეს ერთ-ერთი საუკეთესო, თუ ყველაზე საუკეთესო არა აფრიკელი ფეხბურთელი, საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მილანში თამაშობდა 1995 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდირი გახდა და თავის ნაკრებში ყოველთვის თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთხელ მისმა ნაკრებმა ვერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. ერთხელ იყო, როდესაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან ძალიან ახლოს მივიდა ლიბერიის ნაკრები და ერთი ქულა დააკლდა მხოლოდ იმისთვის, რომ გასულიყო ფინალურ ეტაპზე. მე-5 ადგილი რაიან გიგსი, უელსი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ყველა დროის რაიან გიგსი, მან მოიგო 13 პრემიერლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ტიტულები. 24 წლიანი კარიერის განმავლობაში სულ თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში. გიგსი იყო უელსის თილისმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 64 ჯერ ითამაშა ნაკრებში, მაგრამ სამწუხაროდ მისმა გუნდმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა. გახსოვთ ალბათ რაიან გიგსის უელსს საქართველოს ნაკრებმა 5-0 მოუგო თბილისში. მე-4 ადგილი ვალენტინო მაცოლა, იტალია. ბევრი მას მიიჩნევს იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. კიდევ ერთი ტრაგიკული ფიგურა ფეხბურთში, 30 წლის ასაკში დაიღუპა ის 1959 წელს ავიაკატასტროფაში, რომელმაც მთელი მისი გუნდი ტორინო შეიწირა. იმ გუნდს ეძახდნენ გრანდე ტორინო, დიდი ტორინო. ამბობენ, რომ რომ არა ეს უბედური შემთხვევა 10 ნომერი მაცოლა როგორც გუნდის კაპიტანი აუცილებლად გახდებოდა 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულიო. არ ვიცით როგორ იქნებოდა ეს, მაგრამ ასე თუ ისე ვალენტინო მაცოლა ტრაგიკულად დაიღუპა მანამ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეძლებდა. და პირველ 3 ელს მიუახლოვდით ლასლო კუბალა, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი და ესპანეთი. ადრე არ იყო ეს წესი, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ერთ ნაკრებში შეეძლო თამაში რამდენიმე ნაკრებში, ამიტომ ლასლო კუბალა სამივე გუნდის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის და ესპანეთის წევრი იყო. ის უნგრეთში დაიბადა და თუმცა ყველაზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო კარიერაში ესპანეთის ნაკრების მაისურით ითამაშა. ბარსელონის ლეგენდა, რომელმაც 4 ჯერ მოიგო ლა ლიგა, 62 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთთან ერთად წავიდა, მაგრამ ტრავმის გამო ვერც ერთხელ ვერ შეძლო მოედანზე გასვლა. მეორე ადგილი ჯორჯ ბესტი, ჩრდილოეთ ირლანდია. ეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა 5 წლით ადრე, სანამ ჯორჯ ბესტი პროფესიულ კარიერას დაიწყებდა და შემდეგი გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა ჯორჯ ბესტის მიერ პროფესიული კარიერის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ, ასე რომ უბრალოდ ცუდ დროს მოუწია ჯორჯ ბესტს ფეხბურთის თამაში, უბრალოდ ვერ მოხვდა მისი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე. 37 ჯერ ითამაშა ბესტმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში, 82 წელს, როდესაც ამ ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გააღწია, ჯორჯ ბესტი იმ წუთას ყველას გაახსენდა, მაგრამ მისი საუკეთესო წლები უკვე ასე ვთქვათ გასული იყო და მწვრთნელმა ბილი ბინგჰემმა გადაწყვიტა, რომ არ ღირდა მისი გამოძახება ნაკრებში. და პირველი ადგილი ალფრედო დი სტეფანო, არგენტინა და ესპანეთი. ორივე ნაკრებში უთამაშია, თუ არ ვცდები, კოლუმბიის ნაკრებშიც აქ ნათამაშები 1-2 თამაში. პელე მას უწოდებდა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, მაგრამ მას ვერ მიეცა ვერც ერთხელ შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთამაშა. რეალ მადრიდის გიგანტი დაიბადა არგენტინაში, 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან მოიხსნა გუნდი, რადგან ფეხბურთელებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შემდეგ 1954 წელს დი სტეფანო უკვე ესპანეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ ესპანეთი ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ისევე როგორც არგენტინაც ვერ გავიდა იმ წელს. 1962 წელს ესპანეთი როგორც იქნა გაძვრა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ცოტა ხნით ადრე ალფრედო დი სტეფანომ ტრავმა მიიღო და გუნდში საბოლოო ჯამში ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ ითამაშა, ასე რომ რა ვქნათ, პელეს აზრით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ვერაფრით ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. აი ასე გამოიყურება 32 დიდი ფეხბურთელის რეიტინგი იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც ვერასდროს ვერ შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.